გვექნება მშვიდობიანი და პრინციპული. ფაქტია, რომ ოპოზიციამ შეძლო ამ საკითხში ერთიანობა, ფაქტია, რომ შეძლო აქციის ორგანიზება და საკუთარი პროტესტი ხელისუფლებას ახლა უკვე ქუჩიდანაც აჩვენა. როგორ ფიქრობთ, ამ აქციით ოპოზიციამ შეაზანზარა თუ არა ხელისუფლება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სამწუხაროდ ჩვენ წრეზე ვტრიალებთ და გარკვეული პერიოდულობით ვადევნებთ ერთსა და იმავე პროცესებს თვალს, როცა ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანდება ხელისუფლების წინააღმდეგ და ეხლა სულ ცოტა ხნით ადრე აკრიტიკებდნენ ირაკლი კობახიძის გამოსვლას რიცხოვნობასთან დაკავშირებით და ამავე დროს თავადვე ხელისუფლებას აშჩინებენ რიცხოვნობით. აი ეს არის ალოგიკურია, თუ არ მოგწონს ერთი მხრივის განცხადება, მაშინ თავადაც არ უნდა გააკეთო, რადგან მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენი ათასი ადამიანი გამოვა რუსთაველზე და რა თქმა უნდა პარტიას თუნდაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა რომ ავიღოთ, რომელსაც ხმას აძლევს 500,000 ადამიანი, უხეშად ვამბობ, არ დამითვლია 27% რამდენი არის, ხომ, რა თქმა უნდა, მას უნდა შეეძლოს 4, 5 და თუნდაც 10,000 ადამიანი და თუნდაც მეტის გამოყვანა საპროტესტო აქციებზე და მით უმეტეს, როცა ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანდება და ჯამში ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტ პროცენტს, თითქმის ნახევარს საარჩევნო რეიტინგის, ხო? ანუ მე სხვათა შორის აი ამ თვეების განმავლობაში წერდი მუდმივად ამაზე, რომ მიდის ელექტორატით შეჯიბრი და არასწორია ეს. თუნდაც ერთი ადამიანი რომ გამოვიდეს და აპროტესტებდეს არჩევნების შედეგებს, ამ ერთ ადამიანს უნდა მოусმინონ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე არ მომწონს ის, რომ ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას თავისებურად უთარგმნიან მიტინგზე მყოფ ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ალბათ არც საუკითხავს და იქ ზუსტად არის მოწოდება ისევე როგორც მანამდე სხვა ლიდერების, სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომ ესე იგი შეუდგეს საპარლამენტო საქმიანობას და გაგრძელდეს სასამართლო დავები. მე თქვენს ეთერში გავაწერე. ბატონო ამირან, კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში შეგაწყვეტინებთ სწორედ ამ ნაწილზე, თუ კი ამ შემთხვევაში ოპოზიცია შეუდგება საპარლამენტო საქმიანობას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ის აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, თუმცა რომ გამოვიდეთ ერთი თუ მეორე პოლიტიკური ძალის პოზიციიდან და ობიექტურად შევხედოთ ამ პროცესს. ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი. არ ვიცი, ეს ადამიანური ფაქტორით იყო განპირობებული, მექანიკური შეცდომებით იყო განპირობებული იმით, რომ კორონავირუსის პირობებში თავად საარჩევნო კომისიების წევრები დამატებითი უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, საგნებით იყვნენ აღჭურვილები. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი. უნდა მოხდეს და ვისი პასუხისმგებლობა ეს და უნდა მოხდეს თუ არა ამ ყველაფერზე რეაგირება სათანადოდ. გავიგე. ეს შენიშვნები, ეს ხარვეზები საარჩევნო პროცესის, რა თქმა უნდა, დააფიქსირა ყველამ და მათ შორის დააფიქსირა ევთოოდირმა, დააფიქსირა სხვა სადამკვირვებლო მისიებმა, საელჩოებმა. და თქვენ თუ გახსოვთ, ზუსტად თქვენს ეთერში ვისაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, როცა ვთქვი, რომ უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესი სასამართლოს და CSKO-ს მეშვეობით და ჩვენაც შეგვიძლია ჩავთოთ და განაცხადეს ჩვენმა დიპლომატებმა სრული მზადყოფნა მხარდაჭერისთვის ამ პროცესის, უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი და დაუბრუნდეთ, გაგახსენეთ ჩემს სიტყვას, რაც თქვი თქვენს ეთერში, რომ რა შედეგის დადგება პირადად ამირან სალუკაძე იმ შედეგს მივიღებ და ჩავთვლი იმ შედეგს სამართლიანად და ხალხის არჩევით. ეხლა რაც შეეხება აი ამ დარღვევებს და ესე იგი პარლამენტში შესვლა ესე არის თუ არა აღიარება დამარცხების ან გამარჯვების. რას ნიშნავს ის, რომ გამჭვირვალეთ და აქ ჩართულობას აუცილებლად უსვამ ხარ, ჩვენ გქონდა საკმაოდ კარგი
მაგალითი და წარმატებული მაგალითი იმისა, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენ მივახციეთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ახლაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ჩართულობით გავაგრძელოთ სამართლებრივი დავა და პარლამენტში შესვლა სულაც არ ნიშნავს კეთილი, ბატონო ამირანი.